ეს იმპელვერდეს უკვე დასრულებული მეხუთე ბლოკია, რომელიც მობინადრებს მწვანე პლუს კარკასის კონდენსაციით ჩაბარდათ და ეხლა უკვე საშუალება აქვთ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები. Ამ ვიდეოში მე თქვენ მოგიყვებით, რამდენი ნაბიჯია დარჩენილი მწვანე პლუს კარკასის კონდენსაციიდან სრულ რემონტამდე. მოდით შევიდეთ ერთსაძინებლიან ბინაში. რემონტის დაწყებისას პირველი ნაბიჯი გახავთ აბაზანის მოწყობა. ჩვენი უნიკალური მწვანე პლუს კარკასის კონდენსაციის საშუალებით თქვენ მოგიწევთ მხოლოდ კაფელის და მეტლახის დაგება, რასაც თან ერთვის აბაზანის ნიჟარისა და უნიტაზის მონტაჟი. ნაბიჯი 2. ჭერი. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ბეტონი და ამით შეინარჩუნოთ მაქსიმალური სიმაღლე, ან გააკეთოთ ეგრეთ წოდებული შეკიდული ჭერი. ნაბიჯი 3. გათბობა გაგრილების სისტემის დაყენება. თქვენ მოგიწევთ მხოლოდ გათბობის ქვაბის, კონდიციონერისა და რასაკვირველია რადიატორების შეძენა და მონტაჟი. მეოთხე ნაბიჯი. გადავდივართ კედლების დამუშავებაზე. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ შეღებოთ თქვენთვის სასურველ ფერში კედელი, ან გააკეთოთ ეგრეთ წოდებული შვარი. ნაბიჯი 5. როგორც ხედავთ, მოჭიმული იატაკი უკვე გაკეთებულია. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ პირდაპირ ლამინირებული იატაკი ან გრანიტი. რასაკვირველია თქვენი სურვილისგან. და ბოლო ეტაპი, ნაბიჯი 6. ამონტაჟებთ შიდა კარს. ამით თქვენი რემონტი დასრულებულია. მე სასიამოვნო რემონტს, ბედნიერ ცხოვრებას და ახალ მოსახლეობას გისურვებთ. მადლობა, რომ მირჩევთ იმპელ დეველოპმენტ.